I'm sure you know who he is. გამარჯობათ, მე მაია მქვია, საქართველოდან ვარ. რა ქვია თქვენს ქვეყანას? საქართველო? ქართული ვნების ახალ ობიექტს სინამდვილეში საქართველო რუსეთი ჰგონია. რუსეთზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. უკვე 38 წლისაა. სახელად მარიო ჩიმაროქვია და ქალაქ მაიამიში ცხოვრობს. ვიცი რომ რუსეთი ოდესღაც ძალიან დიდი ქვეყანა იყო. ბევრი პატარა ქვეყნისგან შედგებოდა. თქვენც მისი ნაწილი იყავით, არა? ისე ერთი რუსი მსახიობი გავიცანი ამას წინათ, ოლეგი ერქვა. სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს. ეგ ოლეგი ქართველია? არა, რუსია. ეს სასკები გადაეცით? წინდებს რატომ? წინდებს მოგაკაცი. თბილათი იყოს არ შეცდებს. თუ კიდე გადაიღოს? აი, მე მგონი კარგად ეკნება, დიდი ფეხები აქვს, დავილაგოთ. 900 იქით ასეთი ფან-კლუბი რომ აქვს, ჯერ არ იცის. ისე ხუანს შინაურობაში მაიამიში ძეძახიან. რას იზამ? პროფესია აქვს ასეთი. როცა მაყურებელი შენი გმირის სახელს გეძახის, ეს ნიშნავს რომ სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულე. მე მთელი სულიერი სამყარო ჩავაქვსოვე იმაში, რომ ფარულ ნებაში ჩემი როლი ბუნებრივი გამოსულიყო. საკმაოდ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება დამჭირდა როლი ბოლომდე რომ გამეთავისებინა. მე ხომ უბრალო გაუნათლებელ გლეხად უნდა ვქცეულიყავი, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. ჩემი გამოცდილება, ემოციები, ფიზიკური მონაცემები მთლიანად ამ როლს მოვახმარე. ალბათ ასე ამიტომაც შეიყვარა ხუანი მაყურებელმა. ამბობს რომ თვითონ სულ სხვა კაცია. ასეთ თმაგაჩეჩილ მაჩოს რომ ადარებენ ხშირად არ სიამოვნებს. გავს თუ არა რამით? არა, გონი არც არაფრით. ხუანი ხომ უბრალო მიწის მუშაა. ამ ადამიანს არანაირი განათლება არ გააჩნია. თუმცა დიდ ცხოვრების სოულს სიბრძნეს ფლობს. იცით, არსებობს ასეთი ხალხი, რომელსაც არასდროს უსწავლია სკოლაში, მაგრამ ყველაფერი იცის ამ ქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ბაბუა ჩემი იყო ასეთი. პატარა მარიო კუბაში დაიბადა. ამბობს რომ ბავშვობის მოგონებები დღესაც მის ცხოვრებაში ყველაზე მძაფრია. ჩემი სოფელი ულამაზესია კუბაში. იქ ჩემი ბაბუა ცხოვრობდა. მასთან არდადეგების დროს ჩავდიოდი ხოლმე. ბაბუამ ნამდვილ ცხოვრებას მაზიარა. მასთან ერთად ვსწავლობდი, როგორ უნდა გამკლავებოდი ცხოვრების სოულ სიძნელეებს, რათა ნამდვილ მამაკაცად ვქცეულიყავი. და მგონი ვიქეცი კიდეც არა? ხუანი ამ დროს მოგონებებმა გაიტაცა. ბაბუა ნამდვილი მიწის კაცი იყო. დიდ ცხოვრების სოულს სიბრძნეს ფლობდა. საოცარი ინტუიცია ჰქონდა. ყველაფერი რაც დღეს ვიცი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე, ბაბუა ჩემის დამსახურებაა. ერთხელ მდინარეზე წამიყვანა და მითხრა: "მარიო, დღეს შენ უბელო ცხენით მდინარე უნდა გადაცურო." მაშინ 5 წლის ვიყავი. ცხენთან ერთად ცურვა ადრეც შემეძლო, მაგრამ მდინარე არასდროს გადამეცურა. შევუყევით წყალს. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კი უეცრად ცხენი ფეხებიდან გამომეცალა. შუა მდინარეში სრულიად მარტო დავჭი. დამოუკიდებლად ცურვა არ შემეძლო. მივხვდი რომ ვიძირებოდი. ბაბუა ჩემი კი ნაპირთან იდგა და მეძახდა: მიდი მარიო, ხელი მოუსვი. ჩაის უნთქე და გაცურავ. ნუ გეშინიე. ამ შეძახილმა იმდენად გამამხნევა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც ბაბუამ მიკარნახა. და გადავჭი. აი ასე ვისწავლე ცურვა. დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მოცურავად ვითვლები. დაიწყო მოძებნა გაბრიელას. ჩემი მიზანია იმ ადამიანის სხეულში ჩავსახლდე, ვის როლსაც ვასრულებ. რა მნიშვნელობა აქვს მას ხუანი ერქმევა თუ სალვადორი? ეს მე ვარ, მარიო, ჩემი განცდებით და ემოციებით. ქალებს ხუანი უყვართ, კიდევ სალვადორი. მარიო კი სულ სხვანაირია. ოღონდ ახლა არ მკითხოთ როგორი. მე მგონი ეს ისედაც ჩანს, არა? შენ ჩვენთვის საყვარელი მსახიობი ხარ. ყოველთვის ვუყურებ თქვენ სერიალს. თავი არ მოგვანაცვლო. მედიკო დალი, ზია ნათელა თამრიკო დალი. საგან ეჯო. ახლა ყველაზე რთული მომენტი დგება. ძალიან გთხოვთ, ცუდად არ მიიღოთ, მათ თქვენ ძალიან უყვარხართ. ჩათვალეს რომ მართლა ხუანი იყავით და ფეხზე გციოდათ. ეს წინდებია. ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის, წერილისთვის და ამ თბილი სიტყვებისთვის ახლა რომ წამიკითხეთ.
მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ. ვაპირებ ბევრი მოგზაურო. მერწმუნეთ, საქართველო აუცილებლად იქნება ის ქვეყანა, სადაც ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვალ და პირადად გეტყვით, რომ მიყვარხართ. მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი ბევრი კოცნა დაგადევნე ერთიც არ მოგეწია ახლა რეკლამის დროს უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ სადღაც მაიამიში საერთოვნების გრძელთმიანობიект შეიძლება მათი გაგზავნილი წინდები აცვლია. მართალია მაიამიში ზამთარში 30 გრადუსი სიცხეა, მაგრამ მაინც. მე შენ მიყვარხარ როგორ იქნება? მე თქვენ მიყვარხართ. I love you. მე თქვენ მიყვარხართ. მე თქვენ მიყვარხართ. მენ ღმერთო ჩემო, რა რთულია. Pero te diré, te cantaré